ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, ნატოს ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის დროშა ფრიალებს. ეს სვალბარდია, ნორვეგიული არქტიკული კუნძულთა ჯგუფი, სამყაროს კიდეში, რომელსაც რუსები შპიცბერგენის კუნძულებს ეძახიან. აქ დაახლოებით 300 პოლარული დათვი და 3000 ადამიანი ცხოვრობს. და მაინც, ეს თითქმის დაუსახლებელი, ყინულოვანი უდაბნო, უმკაცრესი კლიმატით, დღეს მზარდი დაძაბულობის კერაა ნატოსა და რუსეთს შორის. რა უნდა რუსეთს ნორვეგიის ტერიტორიაზე? გახდება თუ არა სვალბარდი რუსული გრენლანდია და როგორ პასუხობს ნატო რუსეთის მზარდ პოზიციებს არქტიკაში? პასუხები სწორედ ამ ვიდეოში. თუ გსურთ, რომ გავაგრძელოს სიღრმისეული ანალიზის თქვენამდე მოტანა, გამოიწერეთ არხი და დაგვეხმარეთ განვითარებაში. მე ვარ ქეთევან ჭინჭარაძე და ეს არის დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. ძველ ნორვეგიულ ენაზე სვალბარდი ცივ სანაპიროს ნიშნავს, რაც ვფიქრობ ნამდვილად შეესაბამება იმ ადგილს, რომლის ტერიტორიის 60% ყინულითაა დაფარული. სვალბარდზე ცხოვრება უკიდურესად რთულია. გარდა იმისა, რომ იქ ტემპერატურა -30 გრადუსიდან 7 გრადუსამდე მერყეობს, ზამთარში სულ ღამეა, ხოლო ზაფხულში სულ დღე. აქ ყოველთვის არსებობს პოლარული დათვების საფრთხეც. სწორედ ამიტომ ადამიანები სახლებსა და მანქანებს ხშირად არც კეტავენ, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად შეძლონ გაქცევა. სვალბარდი მდებარეობს ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის შუაგულში. მისი მთავარი ქალაქი კი არის ლონგირი, ერთ-ერთი ყველაზე შორეული დასახლება დედამიწის ჩრდილოეთში. ეს კი ბარენცბურგია, რუსული დასახლება და ქვანახშირის მომპოვებელი ქალაქი, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. თუმცა მანამდე სვალბარდის სტრატეგიულ გეოგრაფიას უნდა დავუბრუნდეთ. სვალბარდი არის ნორვეგიის კონტინენტურ ნაწილსა და ჩრდილოეთ პოლუს შორის. ეს კუნძულები ტექნიკურად ნორვეგიის ტერიტორიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ნატოს ტერიტორიაცაა. დასავლეთით მდებარეობს გრენლანდია, ხოლო აღმოსავლეთით რუსეთის არქტიკული სანაპირო. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სვალბარდი ეკუთვნოდა ყველას და თან არავის. თუმცა, როცა კუნძულებზე ბუნებრივი რესურსების მოპოვება დაიწყო, საჭირო გახდა ტერიტორიის ოფიციალური განაწილება. ქვეყნები ითხოვდნენ მიწებს, მუშები კი უფლებებს. ეს საკითხი კი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სვალბარდის ხელშეკრულებით მოგვარდა. შეთანხმების მიხედვით სვალბარდის არქიპელაგი ნორვეგიის ტერიტორიად გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ ნორვეგიის კანონმდებლობა ვრცელდება. მაგრამ ამავდროულად სვალბარდი არის უნიკალური უვიზო ზონა, სადაც ყველა ხელმომწერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია დასახლება და მუშაობა. მათი გადასახადები კი ხმარდება მხოლოდ ადგილობრივებს. ამ ხელშეკრულებას თავდაპირველად 9 ხელმომწერი ჰყავდა, ხოლო დღეს ეს რიცხვი 40-მდეა გაზრდილი. და არა, ამ ქვეყნებს შორის არ არის საქართველო. სვალბარდის კუნძულებზე ყველანაირი სამხედრო საქმიანობა აკრძალულია, რაც ხელშეკრულების მე-9 მუხლით რეგულირდება და ამის კონტროლი ნორვეგიას ევალება. თუმცა პრაქტიკაში რამდენად არის დაცული ეს პრინციპი, ცოტა სადაოა, რასაც მოგვიანებით ვნახავთ, ამიტომ ბოლომდე დარჩით ჩვენთან ერთად. ნებისმიერ შემთხვევაში აქ არც ერთ ქვეყანას არ აქვს სამხედრო ბაზა. სვალბარდი ასევე უნიკალურია კვლევითი თვალსაზრისით. ტურიზმსა და სამთო მრეწველობასთან ერთად აქ მეცნიერები სწავლობენ კლიმატს და ჩრდილო ყინულოვან ოკეანეს. მაგალითად, შპიცბერგენზე, სვალბარდის ყველაზე დიდ კუნძულზე, მდებარეობს ნიუ-ოლესუნდის კვლევითი სადგური, რომელიც ყოველთვის იზიდავდა ინოვატორ მეცნიერებს. დღეს ამ დასახლებაში 10 ქვეყანას აქვს მუდმივი კვლევითი ინფრასტრუქტურა, მათ შორის არიან როგორც ევროპული ქვეყნები, ასევე ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია და ინდოეთი. სამეცნიერო მონაცემების დამუშავებაში დიდ როლს თამაშობს სვალბარდზე მდებარე ნორვეგიული სატელიტური სადგური, სვალსატი. მას მსოფლიოში ნებისმიერ კომერციულ სადგურზე მეტი ანტენა აქვს და მისი მდებარეობა იდეალურია იმ თანამგზავრებიდან მონაცემების მისაღებად, რომლებიც დედამიწას პოლუსიდან პოლუსამდე უვლიან. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მოგიყევით კოსმოსური თანამგზავრების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე და აუცილებლად უყურეთ ამ ვიდეოს. თუ ჯერ არ გინახავთ. სვალსატი გლობალური საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჰიბრიდული თავდასხმებისთვის მიმზიდველი სამიზნე. ექსპერტებს არაერთხელ დაუდანაშაულებიათ რუსეთი ამ რეგიონის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაში. აქ პირდაპირი სამხედრო საქმიანობა აკრძალულია, როგორც უკვე ვახსენებ. ამიტომ ჰიბრიდული მეთოდები რჩება ერთადერთ ალტერნატივად. ჰიბრიდულ მეთოდებში იგულისხმება არაპირდაპირი შეტევები. თან ყველა რომ ხვდება, რომ გამიზნული საბოტაჟის მცდელობაა რომელიმე კონკრეტული ძალის მიერ, მაგრამ თან ვერავინ რომ ამტკიცებს ამას. კიბერთავდასხმები ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. რუსეთი სვალბარდის კუნძულებზე იმყოფება კანონიერად. ანუ მოსკოვს აქვს პირდაპირი შესაძლებლობა ეს სიტუაცია საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენოს და ასეც იქცევა.
სვალბარდის კუნძულების სტრატეგიული მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო იმატებს და ეს იქ მცხოვრები რუსი მოსახლეობის ქმედებებშიც აისახება. მაგალითად, ეს გამარჯვების დღის აღლუმია ბარენცბურგში, სვალბარდის რუსულ დასახლებაში, რომელსაც რუსეთი უკვე ყოველწლიურად ატარებს უკრაინაში შეჭრის შემდეგ. სიახლე არავისთვისაა, რომ მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე რუსეთისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია და ამ რუსულ ნაციონალიზმს ახლა ვხედავთ პირდაპირ ნატოს ტერიტორიაზე. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მოსკოვი რუსების სვალბარდზე ცხოვრებას მნიშვნელოვნად ასუბსიდირებს, ისევე როგორც ეს საბჭოთა დროს იყო. ბარენცბურგის საბჭოთა ქვანახშირის მომპოვებელ დასახლებად 1930-იან წლებში გადაიქცა და აქ დღეს ლენინის ქანდაკება ისევ ამაყად დგას. მაშინდელი საბჭოთა სამთო კომპანია კი დღევანდელი რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაა. ბარენცბურგში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა სწორედ ამ კომპანიაშია დასაქმებული და სწორედ ეს ხდის იქ ცხოვრებას საერთოდ შესაძლებელს. ეს ადგილი თითქმის მიტოვებულად გამოიყურება, მაგრამ 400-მდე ადამიანი მაინც შემორჩა. ქვანახშირის მოპოვება ბარენცბურგში სულაც არ არის რუსეთისათვის ფინანსურად მომგებიანი და არც არასდროს ყოფილა. ეს კი ბევრს აფიქრებინებს, რომ კრემლს აქ რეალურად სულ სხვა მიზნები ამოძრავებს. მაგალითად, ნატოს ტერიტორიაზე საკუთარი დასაყრდენის შენარჩუნება. რუსეთს იქ სამხედრო ბაზა ვერ ექნება. ეს აკრძალულია. მაშინ რა სურს მოსკოვის სინამდვილეში? გადავხედოთ რა ხდება სვალბარდის გარშემო. სამხრეთით მდებარეობს რუსეთის კოლის ნახევარკუნძული, სადაც განთავსებულია უზარმაზარი რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა და რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავები. ბევრი ვარაუდობს, რომ მსოფლიოში ბირთვული იარაღის ყველაზე დიდი მარაგი სწორედ კოლის ნახევარკუნძულზეა. აქვე მდებარეობს რუსეთის ზღვიდან გაშვებადი ბალისტიკური და კონტინენტთაშორისი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა გემების დიდი ნაწილი. ერთი სიტყვით, ეს რუსეთისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი რეგიონი, როგორც თავდაცვისთვის, ისე შეტევისთვის. სვალბარდის აღმოსავლეთით კი მდებარეობს რუსეთის ფრანციოსების მიწა, სადაც განთავსებულია ნაგურსკოეს საჰაერო ბაზა. სატელიტური სურათებიდან ჩანს, რომ ბაზის ასაფრენი ბილიკი გააფართოვეს. ახლა ამ ბაზას მთელი წლის განმავლობაში შეუძლია ნებისმიერი ტიპის თვითმფრინავის მიღება, მათ შორის რუსული მძიმე ბომბდამშენებისაც. რუსეთის მიზანია ამ რეგიონის კონტროლი და დაცვა შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში. ამ სტრატეგიას კი ბასტიონის დაცვა ეწოდება. სვალბარდი, რომელიც სამხედრო მიზნებისათვის საერთოდ არ უნდა გამოიყენებოდეს, სწორედ ამ სტრატეგიის ეპიცენტრშია. ბასტიონის პრინციპის მიზანია ბირთვული იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა ნავების, კოლის ნახევარკუნძულზე არსებული სამხედრო რესურსებისა და რუსეთის ჩრდილოეთ სანაპიროს ზოლის დაცვა. ბასტიონი თვითონ ატომური წყალქვეშა ნავების სახელია. ეს სტრატეგია კი საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. მაგრამ ამის მიუხედავად რუსეთი აქეთ ადანაშაულებს ნორვეგიას სვალბარდის მილიტარიზაციაში. მოსკოვი აცხადებს, რომ ნორვეგიული სამხედრო საზღვაო და სანაპირო დაცვის გემების ყოფნა სვალბარდის სანაპიროზე საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა. ნორვეგია ამას უარყოფს, მაგრამ რეალურად რუსეთის რიტორიკა უფრო პროპაგანდას გავს, ვიდრე მშვიდობის გულწრფელ სურვილს. დღეს პუტინის რუსეთი თავს წარმოაჩენს ნატოს და ზოგადად დასავლური ღერძის მსხვერპლად. ამაზე დგას მთელი მისი საგარეო პოლიტიკა და ამით ამართლებს ომებსაც. Нас, конечно, беспокоит только тот факт, что страны НАТО в целом все чаще обозначают крайний север как плацдарм возможных конфликтов. ჩვენ ამ ვიდეოებში YouTube-ზე დეტალურად ვისაუბრეთ პუტინის პროპაგანდისტულ ნარატივებზე, მაგრამ არქტიკასა და უკრაინას შორის კავშირი მხოლოდ რიტორიკა არაა. რუსეთი კოლის ნახევარკუნძულზე მდებარე საჰაერო ბაზას უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმისთვისაც იყენებს. შეიძლება ერთი შეხედვით ეს ყინულოვანი უდაბნო უსარგებლო და ნაკლებად საინტერესო სივრცედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში არქტიკა არის ის ადგილი, სადაც რუსეთს მსოფლიო დომინაციის ყველაზე დიდი შანსი აქვს და მოსკოვი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. განვიხილოთ რატომ. თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი ცნობისთვის, რადგან თუ ვიდეოს ამ დრომდე უყურებთ, ესე იგი ფაქტებზე დაფუძნებული გეოპოლიტიკური ანალიზი სწორედ თქვენთვისაა. რუსეთისათვის არქტიკა ის სტრატეგიული სივრცეა, სადაც ჯერჯერობით სხვა დიდ ძალებზე მეტ გავლენას ფლობს და ამ უპირატესობის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. მაგალითად, ეს რუსული წყალქვეშა ნავებია არქტიკულ ექსპედიციაში. აქ რუსი მედესანტეები 10,000 მეტრის სიმაღლიდან ხტებიან არქტიკულ გამყინვარებაში.
ეს კი რუსეთის ატომური წყალქვეშა ნავია, რომელსაც ზედაპირზე ამოსვლა არც ყინულის პირობებში უჭირს. რუსულმა მინი წყალქვეშა ნავებმა თითქმის 20 წლის წინ განახორციელეს მისია არქტიკული ოკეანის ფსკერზე, სადაც რუსეთის დროშაც ჩაარჭეს. ამით კი მოსკოვმა პრეტენზია განაცხადა ოკეანის ნაწილზე ჩრდილოეთ პოლუსთან. რუსეთის ინტერესებს არქტიკაში ამყარებს კლიმატური ცვლილებებიც. არქტიკაში ყინულის მასა ნელ-ნელა მცირდება გლობალური დათბობის გამო, რასაც კარგად ასახავს NASA-ს მონაცემები. ყინული უკან იხევს, რეგიონით დაინტერესება კი იზრდება, ეკონომიკური პოტენციალისა და ახალი სავაჭრო მარშრუტების გამო. 2013 წლიდან არქტიკაში გემების რაოდენობა დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით კი გაზრდილია სატვირთო გემების მოძრაობა. შევხედოთ რუკას, ჩრდილოეთ პოლუსიდან. ეს ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტია, ევროპასა და აზიას შორის საქონლის გადაზიდვის საკმაოდ მოკლე გზა. რუსეთს კი ამ ზონაში უზარმაზარი სანაპირო ზოლი აქვს, რაც მას ამ სავაჭრო გზაზე უდიდეს გავლენას მიანიჭებს. კრემლი დიდი ხანია უკვე იჭერს თადარიგს, მაგალითად არქტიკაში სამხედრო ბაზების განვითარებით და ყინულმჭრელი გემებით. რუსეთს ამ მიმართულებით აშკარა უპირატესობა აქვს. თუ მას დაახლოებით 40 პოლარული ყინულმჭრელი ჰყავს შეერთებულ შტატებს, ჰყავს მხოლოდ 3. ეს კი არქტიკაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ყინულის დნობა არ ნიშნავს ყინულის გაქრობას, არამედ ყინულოვანი მასის შემცირებას. ამიტომ გემებს ჩრდილოეთ პოლუსზე გადაადგილება მაინც არ შეძლებათ ყინულმჭრელების დახმარების გარეშე. მაგრამ ყინულის დნობა მხოლოდ ეკონომიკურ შესაძლებლობებს არ აჩენს. არქტიკა რუსეთსა და ნატოს შორის გეოპოლიტიკური დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი ზონაა. Владимир Путин утвердил основы государственной политики в Арктике до 2035 года. В указе главы государства определены важные направления и интересы России в Арктике. Это обеспечение высокого качества жизни и благосостояния населения арктической зоны. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრენლანდია ისლანდიის და ისლანდია ბრიტანეთის ხაზები, სადაც წყალქვეშა გემებს მოუწევთ გავლა ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანიდან ატლანტის ოკეანემდე და პირიქით. ეს ხსნის დონალდ ტრამპის განსაკუთრებულ ინტერესსაც გრენლანდიის მიმართ. All the United States is asking for is a place called Greenland. რუსეთის მიზანი კი ამ ნაწილის თავისი მოქმედების ზონად გადაქცევაა. ისევე როგორც რუსეთისათვის, არქტიკა ნატოსა და შეერთებული შტატების სამხედრო სტრატეგიისთვისაც უმნიშვნელოვანესია. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ნატოც ზრდის აქტივობას შორეულ ჩრდილოეთში. მაგალითად, გასულ წელს გაიხსნა გაერთიანებული საჰაერო ოპერაციების ცენტრი ნორვეგიაში, რომლის მიზანიც ჩრდილოეთის საჰაერო სივრცის მონიტორინგია. ნატოსათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაც უნდა გვახსენოთ. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ალიანს შეუერთდნენ ფინეთი და შვედეთი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის გარდა დღეს არქტიკის ყველა სახელმწიფო ნატოს წევრია. ფინეთი მსოფლიოში წამყვანია ყინულმჭრელი გემების მშენებლობაში. ამიტომ მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება რეგიონში. შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ფინეთმა ყინულმჭრელთა თანამშრომლობის ინიციატივაც კი შექმნეს ასეთი გემების ეფექტური მშენებლობისათვის. ამიტომ ის ფაქტი, რომ ამჟამად რუსეთი ლიდერობს ყინულმჭრელების რაოდენობით, შესაძლოა გეოპოლიტიკურ საჭიროებასთან ერთად შეიცვალოს. არც სვალბარდის დათმობას აპირებს ვინმე რუსეთისათვის. ეს ნორვეგიის ტერიტორიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სვალბარდზე თავდასხმა ნიშნავს ნატოზე თავდასხმას. ეს კი ნატოს კოლექტიური თავდაცვის მოხს აამოქმედებს. თუმცა ექსპერტების აზრით ამ ეტაპზე რუსეთის სვალბარდის პირდაპირი ოკუპაციით არ არის დაინტერესებული. მისი მთავარი მიზანია სიტუაციის კონტროლი, რეგიონში დასაყრდენის შენარჩუნება და ნატოს მზარდი გავლენის შეკავება. მაგრამ ქართველებმა თუ რამე ვისწავლეთ ისტორიის მანძილზე ისაა, რომ რუსეთის ინტერესები დაუნდობელია და ხშირად ცდება თავდაპირველად დეკლარირებულ მიზნებს. ვიდეოს ბოლოს კი გამიზიარეთ თქვენი აზრი. გახდება თუ არა ეს იდუმალი კუნძული, სვალბარდი, რუსეთის დასაყრდენი ნატოს ტერიტორიაზე. მადლობა, რომ ბოლომდე დარჩით ჩვენთან ერთად. არ გამოტოვოთ სხვა ეპიზოდები მსოფლიოს ყველაზე აქტუალურ მოვლენებზე, რასაც მოისმენთ მხოლოდ ჩვენს არხზე. დაგვიმეგობრდით YouTube-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, Facebook-ზე და Spotify-ზე. ეწვიეთ ჩვენს ინტეგრირებულ ვებგვერდსაც, სადაც ერთ სივრცეში ნახავთ ვიდეოს, სტატიას და აუდიო ვერსიას თქვენთვის სასურველ თემაზე. ჩვენს YouTube არხს მარტივად გამოიწერთ ამ ღილაკით, მე კი ამ ვიდეოში შეგხვდებით.